როგორ შეგვიძლია ავაშენოთ ურთიერთობები, რომლებიც გაუძლებს დროსა და ცხოვრებისეულ ქარიშხლებს? ამ კითხვებზე პასუხები ათასობით წლის განმავლობაში ინახება წმინდა წერილის ტექსტებში. ამ ვიდეოში ჩვენ ბიბლიის გვერდებზე ღრმა მოგზაურობას განვახორციელებთ, რათა აღმოვაჩინოთ სიყვარულის, ქორწინებისა და ერთიანობის შესახებ 12 საკვანძო მუხლის ნამდვილი მნიშვნელობა. ჩვენ უბრალოდ არ წავიკითხავთ ნაცნობ სტრიქონებს სულგრძელობის ან გულზე ბეჭდის შესახებ, არამედ ჩაუღრმავდებით ამ სიტყვების არსს, განვიხილავთ მათ, როგორც თანამედროვე ოჯახის სულიერ და ფსიქოლოგიურ საფუძველს. ეს ვიდეო მათთვისაა, ვინც ურთიერთობებში ეძებს არა მხოლოდ წარმავალ ემოციებს, არამედ მუდმივ აზრსაც, რომელსაც შეუძლია მამაკაცისა და ქალის კავშირი ურყევთ ციხესიმაგრე და აქციოს. მოკალათდით და ერთად აღმოვაჩინოთ სიყვარულის უძველესი კოდი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა. სიყვარული სულგრძელი და კეთილია. არ შურს. არ ტრაბახობს, არ ამპარტავდება. არ იქცევა უხეშად, არ ეძებს თავისას, ადვილად არ ბრაზდება, არ იხსენებს უსამართლობას. არ ხარობს ბოროტებით, არამედ ხარობს ჭეშმარიტებით. ყველაფერს იტანს, ყველაფერს სწამს, ყველაფერს იმედოვნებს, ყველაფერს იტანს. 1 კორინთელთა 13:4-7. მოციქულ პავლეს წერილის ეს ცნობილი მონაკვეთი, რომელსაც ხშირად სიყვარულის ჰიმნს უწოდებენ, არა მხოლოდ პოეტური ტექსტია, არამედ ყოვლისმომცველი ეთიკური კოდექსი. მისი ნამდვილი მნიშვნელობა ის არის, რომ სიყვარული არ არის პასიური გრძნობა ან წარმავალი ემოცია, არამედ ნებისყოფისა და უწყვეტი ძალისხმევის შეგნებული აქტი. მონაკვეთის ცენტრალური იდეა თვითუარყოფაა. როდესაც პავლე ამბობს, რომ სიყვარული არ ეძებს თავისას, ის მიუთითებს ეგოისტურ სურვილსა და ნამდვილ სიყვარულს შორის ფუნდამენტურ განსხვავებაზე. ჭეშმარიტი სიყვარული სამყაროს ცენტრს საკუთარი თავისგან მეორე ადამიანზე გადააქვს. ის მოწყალე და სულგრძელია, რაც ნიშნავს პარტნიორის ნაკლოვანებების მიღების უნარს მათი დაუყოვნებლივი გამოსწორების ან დაგმობის გარეშე. სულგრძელობა აქ სისუსტე არ არის, არამედ უზარმაზარი შინაგანი ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს შეინარჩუნოს სიმშვიდე, როდესაც ემოციები კონფლიქტისკენ უბიძგებს. სიტყვები, რომ სიყვარული არ შურს და არ ამპარტავნობს, ხაზს უსვამს მის თავმდაბლობას. ჯანსაღ ურთიერთობაში კონკურენციის ადგილი არ არის, ერთის წარმატება მეორის სიხარული ხდება. სიყვარული გამორიცხავს უპირატესობას, არ ტრაბახობს და უხეშობას არ იქცევა უხეშად, რაც ქმნის უსაფრთხოებისა და ურთიერთპატივისცემის სივრცეს. ფრაზა ბოროტებას არ იხსენებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ორიგინალურ კონტექსტში ეს ნიშნავს წყენის ჩაწერის არარსებობას, დანაშაულების თვალყურის დევნების არარსებობას. სიყვარულს წარსული შეცდომების სამკურნალო ამნეზია აქვს. ის სიმართლით ხარობს, რადგან პატიოსნება ერთადერთი საფუძველია, რომელზეც შეიძლება ინტიმურობა დადგეს. ციტატის დასასრული ყველაფერს იტანს, ყველაფერს სწამს, ყველაფერს იმედოვნებს, ყველაფერს იტანს აღწერს სიყვარულის ურყევ ოპტიმიზმს. ყველაფერს იტანს არ ნიშნავს ცოდვაში ჩაძირვას, არამედ საყვარელი ადამიანის გარე სამყაროსგან დაცვის სურვილს. ეს არის უპირობო ნდობა და იმედი, რომელიც გრძელდება მაშინაც კი, როდესაც გარემოებები უიმედო ჩანს. საბოლოო ჯამში ამ ტექსტის მნიშვნელობა ის არის, რომ სიყვარული ერთადერთი მუდმივია, რომელიც აღემატება დროსა და ადამიანურ სისუსტეს, გრძნობიდან არსებობის წესად გარდაიქმნება. დამიმყარე ბეჭედად შენს გულზე, ბეჭედად შენს მკლავზე. რადგან სიყვარული სიკვდილივით ძლიერია და ეჭვიანობა სასტიკია, როგორც საფლავი მისი ღერძები ცეცხლის ღერძებია. სოლომონის სიმღერა 8:6. სოლომონის სიმღერათა ეს მონაკვეთი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული და ღრმა ტექსტია, რომელიც აღწერს ადამიანური ემოციის ელემენტარულ და უძლეველ ძალას. ახალი აღთქმის სიყვარულის ჰიმნისგან განსხვავებით, რომელიც თვინიერებისკენ მოუწოდებს, ეს მუხლის სიყვარულის ენერგიულ, მომხიბვლელ და ექსკლუზიურ მხარეს ავლენს. გულზე ბეჭდის და ხელზე ბეჭდის მეტაფორა აბსოლუტური ერთიანობისა და კუთვნილების წყურვილზე მეტყველებს. ძველად ბეჭედი საკუთრებისა და პიროვნული იდენტიფიკაციის სიმბოლო იყო. საყვარელი ადამიანის გულზე ბეჭდად დადება ნიშნავს, რომ ის შენი პიროვნების ნაწილად აქციო, მისი იმიჯი შენი შინაგანი სამყაროს ცენტრში აღბეჭდო. ეს არის ნებაყოფლობითი ტყვეობა, სადაც ორი წყვეტს უცხოობას და განუყოფელ მთლიანობად იქცევა. ეს იმის ნიშანია, რომ სიყვარული განსაზღვრავს სულის გულის ყოველ მოძრაობას და სამყაროში ხელის ყოველ მოქმედებას. შედარება სიკვდილისავით ძლიერი სიყვარული, თავისი რადიკალურობით გასაოცარია. სიკვდილი დედამიწაზე ერთადერთი ძალაა, რომლის მოსყიდვა, დარწმუნება ან შეჩერება შეუძლებელია. სიყვარული სიკვდილთან შედარებით, ავტორი ხაზს უსვამს მის საბოლოობას და უკომპრომისო ბუნებას.
ისევე როგორც სიკვდილი მთლიანად იღებს ადამიანს, ასევე ჭეშმარიტი სიყვარული არ იტანს შუაგზაზე წასვლას. ეს არის ფუნდამენტური ძალა, რომელიც ცვლის არსებობის სტრუქტურას. სიტყვები ცეცხლოვანი ეჭვიანობა და ცეცხლოვანი ისრები ხშირად იწვევს დაპირისპირებას, მაგრამ ბიბლიურ კონტექსტში აქ ეჭვიანობა არ არის წვრილმანი ეჭვი, არამედ ცეცხლოვანი ექსკლუზიურობა. ეს არის ცეცხლი, რომელიც წვავს ყველაფერს ზედაპირულს და ცრურს. ცეცხლოვანი ისრები სიმბოლურად გამოხატავს ნებას, რომელიც მყისიერად ალდება და ფლობს უზარმაზარ შემოქმედებით ან დამანგრეველ ძალას. ეს არის შეხსენება, რომ სიყვარული არ არის უსაფრთხო თავშესაფარი, არამედ ცოცხალი ალი, რომელიც მოითხოვს ფრთხილად მოპყრობას. ციტატის მნიშვნელობა ურთიერთობების წმინდა სერიოზულობის აღიარებაში მდგომარეობს. სიყვარული აქ წარმოდგენილია როგორც უდიდესი საჩუქარი, ასევე გამოცდა, რომელიც მოითხოვს ადამიანის სრულ პოტენციალს. ის ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე ცხოვრებისეული გაჭირვება და თავად დრო, რადგან ის ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხრწნასა და დავიწყებას. უპირველეს ყოვლისა შეიმოსეთ სიყვარულით, რომელიც სრულყოფილების კავშირია. კოლასელთა 3:14. მოციქულ პავლეს ფრაზა კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში საოცრად ზუსტი მეტაფორაა, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების ბუნებას ავლენს. სიტყვა შეიმოსეთ ტანსაცმლის ხატს გვახსენებს, ისევე როგორც ადამიანი ირჩევს სამოს სამყაროში გასვლამდე, მან შეგნებულად უნდა შეიმოსოს სიყვარული. ეს ხაზს უსვამს, რომ სიყვარული არ არის შემთხვევითი ემოციური იმპულსი, არამედ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება და ყოველდღიური პრაქტიკაა. შეიმოსეთ მოწოდების მნიშვნელობა ის არის, რომ სიყვარული უნდა გახდეს ჩვენი ყველა ქმედების ხილული და ხელშესახები გარსი. ეს არის გარე სამოსელი, რომელიც ფარავს და აერთიანებს ყველა სხვა სათნოებას, მოთმინებას, სიკეთეს, თავმდაბლობას და თვინიერებას. ამ გარე სამოსელის გარეშე ნებისმიერი კეთილი განზრახვა ფრაგმენტული და ცივი რჩება. სწორედ სიყვარული ანიჭებს ადამიანის ხასიათს სრულყოფილებას და მის ურთიერთობებს მთლიანობას სხვებთან. სიყვარულის მთავარი განმარტება ამ მუხლში არის სრულყოფილების კავშირი. ორიგინალურ ტექსტში ეს ეხება ერთგვარ კავშირს, დამაკავშირებელ რგოლს ან სულიერ სარტყელს, რომელიც ყველაფერს ერთად აკავშირებს. წარმოიდგინეთ რთული მექანიზმი ან არქიტექტურული სტრუქტურა, შემაკავშირებელი ნაღმტყორცნის გარეშე ქვები იმსხვრევა. ასეა ცხოვრებაშიც, შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი, სამართლიანი და დისციპლინირებული, მაგრამ სიყვარულის გარეშე ეს თვისებები შეიძლება გადაიზარდოს სიმკაცრესა და თვითმართლებად. სიყვარული არის ის სრულყოფილი კავშირი, რომელიც სწორი წესების ერთობლიობას ცოცხალ, სუნთქავ ერთიანობად გარდაქმნის. კაცსა და ქალს შორის ურთიერთობების კონტექსტში ეს ციტატა პრიორიტეტს გვასწავლის. ყველაფერზე მაღლა ნიშნავს, რომ სიყვარული სოციალურ როლებზე, ყოველდღიურ პასუხისმგებლობებსა და პირად ამბიციებზე მაღლა დგას. ეს პიროვნული განვითარების საბოლოო მიზანია. სიყვარულით შემოსვა ნიშნავს მოქმედებას სისავსისა და მიღების მდგომარეობიდან და არა დეფიციტის ან შიშის ადგილიდან. როდესაც ორი ადამიანი სიყვარულს წინა პლანზე აყენებს, როგორც სრულყოფილების რაოდენობას, მათი კავშირი იძენს სიძლიერის გარკვეულ ხარისხს, რაც მათ საშუალებას აძლევს გადალახონ ნებისმიერი კრიზისი, შეინარჩუნონ შინაგანი სიმშვიდე და სულიერი სიწმინდე. უპირველეს ყოვლისა, გულმხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული ცოდვების სიმრავლეს ფარავს. 1 პეტრე 4:8. მოციქულ პეტრეს პირველი ეპისტოლეს ეს ფრაზა ღრმა ფსიქოლოგიურ და სულიერ რეალიზმს ატარებს. ის აშკარას აღიარებს, ნებისმიერ ხანგრძლივ ურთიერთობაში ადამიანები გარდაულად უშვებენ შეცდომებს, ავლენენ სისუსტეებს და ერთმანეთს ატკენენ ტკივილს. ამ კონტექსტში მოწოდება გულმხურვალედ გიყვარდეთ ნიშნავს, რომ სიახლოვის შენარჩუნება მოითხოვს შეგნებულ ძალისხმევას და გრძნობების მუდმივ გატყობას, რათა ისინი ყოველდღიური შეურაცხყოფის სიმძიმის ქვეშ არ გაცივდნენ. სიტყვა მხურვალე ორიგინალში გაჭიმული ან ინტენსიური სიყვარულს ადარებს სპორტსმენს, რომელიც მთელ თავის ძალას ხმარობს მიზნის მისაღწევად. ეს არ არის მსუბუქი გატაცება, არამედ ერთგულების შენარჩუნების ურყევი გადაწყვეტილება. სწორედ გრძნობის ეს ინტენსივობა საშუალებას იძლევა ფორმულის მეორე ნაწილის რეალიზების, სიყვარული ცოდვების სიმრავლეს ფარავს. ამ დაფარვის მნიშვნელობა ხშირად არასწორად არის გაგებული აღრეული ბოროტების შეწყნარებაში ან სიმართლის დამალვაში. სინამდვილეში სიყვარული ცოდვას ისევე ფარავს, როგორც ტანსაცმელი ფარავს სიშიშვლეს ან სახოვი ჭრილობას. ის არ ავლენს საყვარელი ადამიანის ცოდვებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, არ იყენებს მათ იარაღად კამათში და არ ინახავს მათ მეხსიერებაში მომავალი მანიპულაციებისთვის. სიყვარული ნიშნავს შერჩევითი მეხსიერების ქონას, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ღირებულებაზე და არა მის დროებით ნაკლოვანებებზე.
როდესაც ურთიერთობაში მხურვალე სიყვარული სუფევს, წვრილმანი გაღიზიანება, ეგოისტური იმპულსები და გაუგებრობები ნდობის ატმოსფერო შეიშლება. სიყვარული ფარავს ცოდვას იმით, რომ ართმევს მას კავშირის განადგურების ძალას. ის ადამიანს აძლევს სივრცეს მონანიებისა და ცვლილებისთვის უარყოფის შიშის გარეშე. ეს არის სამკურნალო ბარიერი, რომელიც ხელს უშლის უთანხმოების ინფექციის გავრცელებას. ამრიგად ციტატა გვასწავლის, რომ ურთიერთობის სრულყოფილება არა შეცდომების არარსებობაშია, არამედ ისეთი სიყვარულის არსებობაში, რომელიც საკმარისად დიდია მათი პატიებისთვის. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ წყალობა უფრო დიდია, ვიდრე განსჯა და რომ ცოცხალი კავშირის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. საბოლოო ჯამში სიყვარული, რომელიც ცოდვებს ფარავს, კაცობრიობის უმაღლესი გამოვლინებაა, რაც ჩვენს მიწიერ კავშირებს ღვთაებრივ პატიებას ჰგავს. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და შეერწყმება ცოლს და ორნი ერთ ხორცად იქცევიან. დაბადება 2:24. დაბადების წიგნიდან ეს ფუნდამენტური ფრაზა, რომელიც მოგვიანებით სახარებებში მეორდება, ქორწინების სულიერი და სოციალური საფუძველია. ის განსაზღვრავს ადამიანის საწყისი ოჯახიდან ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლის ალგორითმს. ამ ციტატის მნიშვნელობა სამი თანმიმდევრული ეტაპის მეშვეობით ვლინდება: განშორება, შეერთება და სრულიერთობა. პირველი მოქმედება მამა მიატოვებს მამას და დედას არ ნიშნავს მშობლების სიყვარულის ან ზრუნვის შეწყვეტას. ეს ფსიქოლოგიური და ფუნქციური მომწიფების აქტია. ძლიერი კავშირის შესაქმნელად კაცი და ქალი უნდა გამოეყვან თავიანთი საწყისი ოჯახების უპირობო გავლენას. მიტოვება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პრიორიტეტები შეიცვალა და გადაწყვეტილებები ახლა ახალ წყვილში მიიღება. ამ განშორების გარეშე შეუძლებელია სუვერენული სივრცის შექმნა, სადაც ქმარი და ცოლი ერთმანეთზე პასუხისმგებელნი იქნებიან. მეორე მოქმედება, ცოლთან მიჯაჭვულობა. ორიგინალურ ტექსტში გამოყენებულია სიტყვა, რომელიც ნიშნავს მიწებებას ან შერწყმას. ეს უწყვეტობის მეტაფორაა. მიჯაჭვულობა ნიშნავს ერთგულების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი დროებითი გრძნობა ან გარემოება. ეს არის შეგნებული არჩევანი, ერთად იყოთ როგორც სიხარულში, ასევე მწუხარებაში, შექმნათ საერთო ისტორია და საერთო მნიშვნელობები. საბოლოო შედეგი ორი ერთ ხორცად იქცევა აღწერს ინტეგრაციის უმაღლეს ხარისხს. ეს ერთიანობა გაცილებით სცილდება ფიზიკურ სიახლოვეს. ერთ ხორცად გახდომა ნიშნავს თქვენი მიზნების, ღირებულებების, ცხოვრებისა და ბედისწერის იმდენად მჭიდროდ შერწყმას, რომ ერთის ტკივილი მეორეშიც გამოძახილს განიცდის და ერთის წარმატება საერთო გამარჯვებად იქცევა. ეს არის ახალი ორგანიზმის შექმნა, სადაც მე და შენ ჩანაცვლებულია განუყოფელი ჩვენ თი. ამ ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ქორწინება არ არის უბრალოდ ორი ავტონომიური ადამიანის თანაცხოვრება, არამედ ინდივიდის ღრმა ტრანსფორმაცია. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ორი ადამიანი ნებაყოფლობით უარს ამბობს ეგოცენტრიზმის გარკვეულ ნაწილზე, რათა მიაღწიოს არსებობის ახალ, უფრო ძლიერ სისავსეს. ეს ლექსი ადასტურებს ქორწინების კავშირის სიწმინდესა და ექსკლუზიურობას, აყენებს მას ყველა სხვა მიწიერ ურთიერთობაზე მაღლა. ამგვარად ისინი აღარ არიან ორნი, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ რაც ღმერთმა შეაუღლა, ნუ განაშორებს კაცი. მათე 19:6. მათეს სახარებაში იესო ქრისტეს სიტყვები წარმოადგენს ქორწინების კავშირის განუყოფლობისა და ღვთაებრივი ბუნების საბოლოო დადასტურებას. მიუხედავად იმისა, რომ დაბადების წიგნი ხაზს უსვამს გაერთიანების პროცესს, აქ ხაზგასმულია ამ პროცესის შეუქცევადი შედეგი და მისი წმინდა დაცვა. ფრაზა ისინი აღარ არიან ორნი აღწერს ღრმა ონტოლოგიურ ცვლილებას. სულებისა და სხეულების ჭეშმარიტი ქორწინების მომენტიდან ხდება მეტაფიზიკური შერწყმა. ეს არ არის უბრალოდ იურიდიული კონტრაქტი ან თანამშრომლობის დროებითი შეთანხმება, არამედ ახალი, ერთიანი მთლიანობის გაჩენა. ერთ ხორცად ყოფნა ნიშნავს, რომ მეუღლეთა ცხოვრება იმდენად მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ განშორების ნებისმიერი მცდელობა გარდაულად იწვევს ორივესთვის ღრმა ჭრილობებს. ისევე როგორც შეუძლებელია ცოცხალი ორგანიზმის ორსიცოცხლის უნარიან ნაწილად გაყოფა ტკივილისა და ზიანის გარეშე, ასევე ერთ ხორცად ქცეული კავშირის რღვევა აღიქმება, როგორც ყველაზე ღრმა ტრაგედია. ციტატის მეორე ნაწილი, რაც ღმერთმა შეაუღლა, ხაზს უსვამს ქორწინებას, როგორც ღვთაებრივ ინსტიტუტს. ეს შეხსენებაა იმისა, რომ უმაღლესი ნება უდევს საფუძვლად ადამიანურ არჩევანსა და ურთიერთსიყვარულს. ღმერთი აქ მოქმედებს არა მხოლოდ როგორც მოწმე, არამედ როგორც კავშირის შემოქმედი. საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არა მხოლოდ ორი ადამიანის ძალისხმევის შედეგია, არამედ ზემოდან მომდინარე საჩუქარიც, რომელიც აკურთხებს მათ ერთიანობას.
შეგონება ნუ გაყოფთ კაცს მიმართულია როგორც თავად მეუღლეების, ასევე მათ გარშემო არსებული სამყაროს მიმართ. კაცობრიობას ეკრძალება გაანადგუროს ის, რაც ღვთაებრივი სრულყოფილების ბეჭედს ატარებს. განშორება გულისხმობს არა მხოლოდ ოფიციალურ განქორწინებას, არამედ ყველაფერს, რაც ძირს უთხრის ერთობას, ეგოიზმს, ღალატს, მესამე მხარის ჩარევას ან სიამაყეს. ამ ტექსტის მნიშვნელობა აბსოლუტური პასუხისმგებლობის დადგენაა. ის მოუწოდებს მეუღლეებს, რომ ქორწინება ფასდაუდებელ საგანძურად მოეპყრონ, არა მთლიანად მათ, არამედ მათთვის შენახული სახით მიცემულს. ციტატა ამტკიცებს, რომ ერთგულება არ არის მხოლოდ სოციალური მოვალეობა, არამედ ჭეშმარიტების მსახურება, რომელიც ადამიანურ ახირებებსა და წარმავალ სირთულეებზე მაღლა დგას. თუ ერთი დაამარცხებს მას, ორი დაუპირისპირდება მას, სამმაგი ძაფი მალე არ წყდება. ეკლესიასტე 4:12. ეკლესიასტეს წიგნიდან ეს აფორიზმი წარმოადგენს ბიბლიური სიბრძნის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა მეტაფორას, რომელიც აღწერს კავშირის უპირატესობას მარტოობაზე. ადამიანური ურთიერთობების კონტექსტში ეს ტექსტი ავლენს კანონს. ერთიანობა არ არის უბრალოდ ორი ადამიანის ძლიერი მხარეების ჯამი, არამედ წარმოშობს ფუნდამენტურად ახალ, ურყევმდგრადობას. ციტატის პირველი ნაწილი საუბრობს მარტოობის დაუცველობაზე. გარდაულად, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც გარემოებები ან შინაგანი კრიზისები იწყებენ მათ დაძლევას. ასეთ სიტუაციაში მარტოსული ადამიანი იძულებულია დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ რესურსებს, რომლებიც შეიძლება ამოიცუროს. მაგრამ სადაც ერთი დაცემის რისკის ქვეშა, ორი მტკიცედ დადგება. ეს აღწერს ქორწინებისა და ერთგული მეგობრობის ფუნქციურ მხარეს, პარტნიორობა ფარის როლს ასრულებს. როდესაც ერთი სუსტდება, მეორე ხდება მათი საყრდენი, იზიარებს ტვირთს და აცილებს ბედისწერის დარტყმებს. თუმცა მეტაფორის ყველაზე იდუმალი და მნიშვნელოვანი ნაწილია სამმაგი ძაფი. რატომ არსებობს სამი ძაფი წყვილთან დაკავშირებით? ამ ციტატის სულიერი ინტერპრეტაციით, მესამე ძაფი წარმოადგენს უზენაესი არსების, ღმერთის ყოფნას, რომელიც უხილავად აკავშირებს მამაკაცისა და ქალის კავშირს. ორი გადაჯაჭვული ძაფი შეიძლება დროთა განმავლობაში დაზიანდეს ხახუნის ან დაძაბულობისგან. მაგრამ როდესაც ისინი საერთო ცენტრის გარშემო ან აქსოვი საერთო ღირებულებები, რწმენა და უმაღლესი მნიშვნელობა მათი ძალა მრავალჯერ იზრდება. ეს მესამე ძაფი კავშირს წმინდას ხდის. ის უბრალო სიყვარულს სულიერ ძალად გარდაქმნის. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ თუ მეუღლეებს აქვთ რაღაც მეტი, ვიდრე უბრალოდ საერთო ინტერესი, მაგალითად, საერთო უმაღლესი მიზანი ან საერთო მსახურება, მათი ურთიერთობა მალე არ წყდება. ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ნამდვილი ძალა კუთვნილებაშია. ის გვასწავლის, რომ ქორწინება არა მხოლოდ ორ ადამიანს შორის ჰორიზონტალური კავშირია, არამედ ვერტიკალური კავშირი მარადისობასთან. ცხოვრებისეული ქარიშხლების წინაშე მდგრადობა მაშინ ვლინდება, როდესაც ორი ადამიანი ერთიანდება არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ მარადიულ სინათლესთანაც, რომელიც მათ ცხოვრებას მნიშვნელობით ავსებს. ასეთ კავშირს შეუძლია გაუძლოს დროის ნებისმიერ გამოცდას, შეინარჩუნოს მთლიანობა და სითბო. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის. ეფესელთა 5:25. მოციქულ პავლეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს ეს ციტატა ქორწინებაში მამაკაცის სიყვარულისთვის წარმოუდგენლად მაღალ, თითქმის მიუწვდომელ სტანდარტს ადგენს. ის ურთიერთობას უბრალო ადამიანური თანაგრძნობის სიბტყიდან ღრმა სულიერი მსახურების განზომილებაში ამაღლებს. ამ ინსტრუქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქმრის სიყვარული უპირობო, მსხვერპლშეწირული და შემოქმედებითი უნდა იყოს. აქ ცენტრალური კონცეფციაა თავი გასცა. ეს არის ერთგულების უმაღლესი ფორმა, რაც მამაკაცის მზადყოფნას აღნიშნავს, ცოლის ინტერესები, უსაფრთხოება და ბედნიერება საკუთარ ამბიციებზე, კომფორტზე და თვითსიცოცხლეზეც კი მაღლა დააყენოს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გამოიხატება ოჯახის კეთილდღეობისთვის საკუთარი თავის, დროისა და ეგოისტური სურვილების შეწირვის უნარში. ასეთი სიყვარული სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, ის თავად არის სახლის ძალისა და დაცვის წყარო. როგორ შეიყვარა ქრისტემ ეკლესიას, თან შედარება რადიკალურად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ოჯახის ლიდერობის შესახებ. ბიბლიური გაგებით უფროსობა ნიშნავს პირველობას მსახურებაში, მოთმინებასა და პატიებაში. ეს არ არის ბატონის ძალაუფლება ხელქვეითზე, არამედ ბრძენი მებაღის სრულმალამაზი ყვავილისთვის. ქმარი მოწოდებულია შექმნას სიყვარულისა და უსაფრთხოების ატმოსფერო თავისი ცოლისთვის, რომელშიც მას შეუძლია სრულად განავითაროს თავისი ნიჭი და შინაგანი სილამაზე. ასეთ სიყვარულს აქვს სამკურნალო ძალა. ის კვებავს და ათბობს, როგორც ამ გზავნილის დანარჩენი ნაწილი ამბობს.
ამ ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ქმარი პასუხისმგებელია ცოლის ემოციურ მდგომარეობაზე. როდესაც ქალი გრძნობს, რომ მისთვის ყველაფერი მზადაა, ის იძენს ურყევ თავდაჯერებულობას და სულის სიმშვიდეს. საბოლოო ჯამში ეს მოწოდება ქორწინებას წმინდა კავშირად გარდაქმნის, სადაც მამაკაცი მოქმედებს როგორც წყალობისა და სიმტკიცის ცოცხალი მაგალითი. ეს არის სრული თავგანწირვის გზა, რომელიც პარადოქსულად ცხოვრების უდიდეს სისავსემდე მიგვიყვანს. ასეთი სიყვარული არ ეშინია განსაცდელების, რადგან ის ეფუძნება არა ემოციებს, არამედ მტკიცე გადაწყვეტილებას იყოს სხვა ადამიანისთვის მხარდაჭერა, დამცველი და დაუსრულებელი მხარდაჭერის წყარო ბოლომდე. ასევე ქმრებო იცხოვრეთ გაგებით თქვენს ცოლებთან, პატივი ეცით მათ, როგორც სიცოცხლის მადლის მემკვიდრეებს თქვენთან ერთად. 1 პეტრე 3:7. მოციქულ პეტრეს პირველი წერილის ეს მუხლი გვთავაზობს მნიშვნელოვან მითითებებს ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფუძნებულია ღრმა პატივისცემასა და სულიერ თანასწორობაზე. ის განასახიერებს სამ ძირითად პრინციპს: გაგებას, პატივისცემას და ქალის უმაღლესი ღირსების აღიარებას. პირველი მოწოდებაა იცხოვრეთ გაგებით, ზოგიერთ თარგმანში იკითხება ცოდნის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ქმარი უნდა იყოს მგრძნობიარე და დაკვირვებული ცოლის მიმართ. გაგება აქ არ ნიშნავს უბრალოდ ცივ გათვლას, არამედ ემოციურ ინტელექტს და თანაგრძნობას. ეს არის მოწოდება შეისწავლოთ თქვენი ცოლის შინაგანი სამყარო, გაიგოთ მისი გრძნობები, შიშები და საჭიროებები. გონივრულად ცხოვრება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მამაკაცები და ქალები სამყარო სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და ცოლებისგან იდენტური პასუხების მოთხოვნის ნაცვლად ქმარმა უნდა გამოავლინოს სიბრძნე და მათი გამოცდილებისადმი ენთუზიაზმი. მეორე პრინციპია პატივის გამოხატვა. ბიბლიურ კონტექსტში პატივი არის მაღალი ღირებულების აღიარება. ეს სიტყვა ხშირად გამოიყენებოდა ძვირფას ან წმინდა საგნებთან დაკავშირებით. ცოლისადმი პატივისცემის გამოხატვა ნიშნავს მის მიმართ პატივისცემით მოპყრობას, მისი ღირსების დაცვას საზოგადოებასა და სახლში და მის ამაღლებას საკუთარ და სხვების თვალში. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ურთიერთობაში ზიზღისა და უხეშობის ადგილი არ არის. პატივისცემა უნდა იყოს აქტიური, არა მხოლოდ შეურაცხყოფის არარსებობა, არამედ მეუღლის მნიშვნელობის მუდმივი დადასტურება. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ცოლების აღიარება, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეების. ეს განცხადება რევოლუციური იყო თავისი დროისთვის, რომელიც აცხადებდა მამაკაცისა და ქალის აბსოლუტურ სულიერ თანასწორობას. სოციალური როლების ან ფიზიკური ძალის შესაძლო განსხვავებების მიუხედავად, ორივე მეუღლე თანასწორია მარადისობის წინაშე. ისინი პარტნიორები არიან ერთ დიდ მოგზაურობაში, რომლებსაც აქვთ თანაბარი უფლებები სულიერ ნიჭებსა და ღვთაებრივ სიყვარულზე. ამ ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ქორწინებაში ჰარმონია შეუძლებელია მეორე ადამიანის წმინდა ღირსების აღიარების გარეშე. ის ასწავლის ქმარს, რომ ცოლი არ დაინახოს როგორც დამხმარე ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ როგორც თანასწორი სული, რომელთანაც ის ქმნის მარადიულ კავშირს. როდესაც ურთიერთობის საფუძველში წინდახედულობა და პატივია, ოჯახი ხდება სივრცე, სადაც ორივე მეუღლეს შეუძლია სიხარულითა და სიმშვიდით გაიზარდოს, ერთმანეთს დაუჭიროს მხარი უმაღლესი სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე. ვინც კარგ ცოლს პოულობს, კარგსაც პოულობს და უფლისგან კეთილგანწყობას მოიპოვებს. იგავნი 18:23. იგავების წიგნიდან ეს მოკლე, მაგრამ წარმოუდგენლად ლაკონური მუხლი ადასტურებს, რომ ცხოვრების თანამგზავრის პოვნა არა მხოლოდ იღბლის დარტყმაა, არამედ ადამიანის მიმართ ღვთიური სიკეთის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება. ეს სიტყვები ღრმა ჭეშმარიტებას გადმოსცემს ოჯახის ღირებულების შესახებ, როგორც ჭეშმარიტი ბედნიერების, სტაბილურობისა და სულიერი ზრდის წყაროს. სიტყვა ნაპოვნია, აქ არა შემთხვევით შეხვედრას, არამედ ღირებულების შეგნებულ აღიარებას გულისხმობს. ბიბლიურ კონტექსტში, კარგი ცოლი არის ქალი, რომელსაც აქვს შინაგანი ძალა, სიბრძნე, ერთგულება და უფლის შიში. ასეთი სულის პოვნა ნიშნავს განძის აღმოჩენას, რომლის ყიდვა ან მოპოვება მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელია. ეს არის აღმოჩენა, რომელიც ცვლის ადამიანის მთელ ცხოვრებას, მის მოგზაურობას მარტოხელა მოგზაურობიდან საერთო ქმნილებად გარდაქმნის. ფრაზა ნაპოვნია კარგი მიუთითებს, რომ ქორწინება ფუნდამენტურად კარგია ადამიანური ბუნებისთვის. ის ადამიანს მხარდაჭერას, ემოციურ კმაყოფილებას და მნიშვნელობას აძლევს. კარგი აქ ეხება მთლიანობის მდგომარეობას, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც ორი ადამიანი ერთი ხდება. ამ გაგებით ცოლი ბიზნესში მხოლოდ დამხმარედ კი არა, მის მეორე მეტად ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან მის შთაგონებად და დაცვად იქცევა. ციტატის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია განცხადება, რომ ასეთმა კაცმა უფლისგან მადლი მიიღო.
ეს ურთიერთობას ადამიანური მიღწევების სფეროდან ღვთაებრივი ნიჭის განზომილებაში ამაღლებს. მნიშვნელობა ის არის, რომ ღირსეული ქალის სიყვარული და ერთგულება ღვთის კეთილგანწყობის ხელშესახები ნიშანია. აქ ქორწინება განიხილება როგორც არხი, რომლის მეშვეობითაც მამაკაცის ცხოვრებაში მხარდაჭერა, ნუგეში და სიხარული მოედინება. ეს არის შეხსენება, რომ ორის შეხვედრის უკან უმაღლესი განგებულებაა. ციტატის მნიშვნელობა ღრმა მადლიერებისკენ მოწოდებაა. ის ასწავლის კაცს, დააფასოს თავისი მეუღლე, არა როგორც ცხოვრებაში უმნიშვნელო დამატება, არამედ როგორც წმინდა საჩუქარი. კარგი ცოლის პოვნა ნიშნავს კურთხევის პოვნას, რომელიც აძლიერებს სულს და ცხოვრებას ნამდვილად ამდიდრებს. ეს არის ჰიმნი ოჯახური კავშირისა, რომელიც აღიარებულია მიწიერი ბედნიერების უმაღლეს ფორმად, ზემოდან ბოძებული. სრული თავმდაბლობითა და თვინიერებით, მოთმინებით, სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი, ყოველი ღონე იხმარეთ სულის ერთიანობის შესანარჩუნებლად მშვიდობის კავშირით. ეფესელთა 4:2-3. მოციქული პავლეს ეს სიტყვები ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან პრაქტიკულ ხელმძღვანელობას გვთავაზობს ურთიერთობებში სულიერი ჰიგიენის შესახებ. თუ სიყვარულის ჰიმნი იდეალს აღწერს, ეს მუხლი ორ განსხვავებულ პიროვნებას ჰარმონიულად თანაარსებობისთვის კონკრეტულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. ამ ციტატის მნიშვნელობა სამი ეთიკური სვეტისა და ერთი დიდი მიზნის მეშვეობით ვლინდება. პირველი სვეტი თავმდაბლობაა. ეს არ არის თვითდამცირება, არამედ ჯანსაღი გაგება იმისა, რომ თქვენ არ ხართ სამყაროს ცენტრი. ურთიერთობებში ეს გამოიხატება როგორც მზადყოფნა, იყოთ პირველი, ვინც შეცდომას აღიარებს და არ იბატონოთ თქვენს პარტნიორზე. მეორე არის თვინიერება, რომელსაც ხშირად კონტროლის ქვეშ ძალას უწოდებენ. ეს არის უნარი, იყოთ ნაზი იქ, სადაც სხვა შემთხვევაში შეიძლება სიტყვით დაარტყათ ან ძალაუფლება გამოავლინოთ. მესამე არის სულგრძელობა, რომელიც სიყვარულს მოკლე სპრინტიდან სტაბილურ მარათონად გარდაქმნის, რაც საშუალებას გვაძლევს, გადავლახოთ ურთიერთგაგების პერიოდები. ფრაზა სიყვარულით ერთმანეთი სატანა, წმინდა წერილში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფრაზაა. ერთმანეთი სატანა ნიშნავს ნებაყოფლობით დაეშვათ სხვა ადამიანის სისუსტეების დონეზე, რათა მხარი დაუჭიროთ მას და არა დაგმოთ. ეს არის აღიარება, რომ ყველას აქვს საკუთარი ბზარები ხასიათში. სიყვარული აქ მოქმედებს როგორც დამცავი ფენა, რომელიც არბილებს ორი არასრულყოფილების შეჯახებას. სიყვარულით ატანა ნიშნავს პარტნიორისთვის შეცდომების დაშვების უფლების მინიჭებას, ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მას არ ეშინია საკუთარი თავის. ციტატის მეორე ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა სიყვარულით ერთმანეთი სატანა. ორიგინალში ეს ჟღერს როგორც მოწოდება აქტიური, გულმოდგინე შრომისკენ. საქმე იმაშია, რომ სულის ერთიანობა ავტომატურად არ არის მინიჭებული ქორწინებისთანავე ის უნდა შენარჩუნდეს, ყოველდღე უნდა იბრძოლოს მისთვის. მშვიდობის კავშირი, აქ დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებს. მშვიდობა არ არის უბრალოდ ჩხუბის არარსებობა, ეს არის უსაფრთხოების ატმოსფეროს აქტიური შექმნა. ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ოჯახური ბედნიერება არ არის შემთხვევითობის საკითხი, არამედ შეგნებული არჩევანის შედეგია. ეს გვასწავლის, რომ ერთიანობა მყიფე ნიჭია, რომელიც შენარჩუნებულია არა კონფლიქტის არარსებობით, არამედ ჩვენი გადაწყვეტილებით, ვიყოთ თავმდაბლები, თვინიერები და მომთმენები მათთვის, ვისაც გვიყვარს. ეს არის გზა, რომელიც მეს ჩვენთ გარდაქმნის ყოველდღიური მსახურებისა და ურთიერთდახმარების გზით. ყველაფერი სიყვარულით იყოს. 1 კორინთელთა 16:14. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის ეს მოკლე ფრაზა ბიბლიური მოწოდებების ბოლო და ყველაზე ძლიერი აკორდია. ის წარმოადგენს ცხოვრების უნივერსალურ ფორმულას, რომელიც სიყვარულს იზოლირებული გრძნობიდან ყოველი ქმედების ფუნდამენტურ პრინციპად გარდაქმნის. ამ მოწოდების მნიშვნელობა ის არის, რომ ის, რასაც ადამიანი აკეთებს, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის გონების მდგომარეობა, რომელშიც ის ამას აკეთებს. ამ ციტატაში სიტყვა ყველაფერი გამონაკლისებს არ ტოვებს. ის მოიცავს დიდ მიღწევებს და ყველაზე უმნიშვნელო ყოველდღიურ დეტალებს. საქმე იმაშია, რომ სიყვარული არ უნდა იყოს სადღესასწაულო სამოსი, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხმარება. ის უნდა გახდეს სახლის ატმოსფერო, ყოველდღიური საკვების გემო და ყველა საუბრის ტონი. იქნება ეს ფინანსური პრობლემების მოგვარება, შვილების აღზრდა თუ უბრალოდ დახმარების თხოვნა თუ სიყვარულია მისი ბირთვი, მაშინ ყველა ქმედება შემოქმედებით ძალას იძენს. ეს ფრაზა გვასწავლის, რომ ყველაზე მართალი ქმედებებიც კი კარგავს თავის ღირებულებას, თუ ისინი ცივი გულით ან მოვალეობის გრძნობით კეთდება. სამართლიანობა სიყვარულის გარეშე სიმკაცრედ იქცევა, ხოლო სიმართლე სიყვარულის გარეშე სისასტიკედ. ციტატა მოგვიწოდებს, რომ ყველა იმპულსი სიყვარულის ფილტრში გავფილტროთ.
ის swams კითხვას, ამას ჩემი ძალაუფლების დასამტკიცებლად ვაკეთებ თუ სხვის სასარგებლოდ. კაცსა და ქალს შორის ურთიერთობების კონტექსტში ეს პრინციპი ხანგრძლივი კავშირის გასაღები ხდება. ეს ნიშნავს, რომ სიყვარული არ არის მისაღწევი მიზანი, არამედ ცხოვრებაში ნავიგაციის გზა. როდესაც ყველაფერი ერთი შეხედვით დაწყებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებით დამთავრებული პარტნიორის სიკეთის გულწრფელი სურვილით არის გამსჭვალული, ურთიერთობა გარე კრიზისების მიმართ დაუცველი ხდება. ციტატის მნიშვნელობა რეალობის სრულ ტრანსფორმაციაშია. ის გვახსენებს, რომ ადამიანის უმაღლესი მოწოდებაა იყოს სიყვარულის გამტარი არსებობის ყოველწამს. ეს არის გზა, რომელიც ჩვეულებრივ წმინდა აქტად გარდაქმნის, სადაც ყოველი სიტყვა და საქმე აგურად იქცევა ურთიერთდამსახურებისა და მშვიდობის ურღვევით ტაძრის მშენებლობაში.